ჩემთვის გენიოსია ის, რაც დაკავშირებულია ქართულ კულტურასთან, ხელოვნებასთან, მეცნიერებასთან. მე სხვა არ ვიცი, რას ნიშნავს ჩემთვის გენიოსი. მე ასე მასწავლეთ თქვენ, აქ არიან ჩემი გაკვეთილი მასწავლებლები. თეორიულ მექანიკაში და ორი პიროვნება, რომელზეც ჩემი ლექტორები იყვნენ. თუ არ მაქვს ხუთიანი გადახედო. თუ არ მიგია ეს იმაში თეორიულ მექანიკაში ყველაზე უნებოდი რომ თქვენ იმაში ჰუმანიტარულ იმაზე რო სწავლობთ, იმას კითხულობთ, რა ქვია, როგორც საგანს ისე სწავლობთ ლიტერატურას და მე ჩემთვის ის ზედმეტად საკითხავი იყო, იმიტომ რომ ბატონ ბენიასთან 20 ნახაზი უნდა მიმეტანა, ბატონ ოდარვალიშვილთან 30, ბატონ იმასთან 40 და რაღაც დაასრულო. ამიტომ მინდა გითხრათ რომ მე აი ეს ხუმრობის გარეშე ვამოყავ იმას რომ მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ინვესტორ სახში ვაპირებ მივიდეთ და ბატონ გიორგი მჭედლიძეს რომელსაც არ აქვს საშუალება ბატონ ლევან სვანაძეს რომელსაც მე ჩემთვის პროფესორი და განათლებული ადამიანი მოწონვარ თუ არ მოწონვარ მე ის პიროვნება ძლიერი ვარ ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს იმიტომ რომ მე ვიცი რომ ამ ქვეყნის მომავალი არის განათლება ამ ქვეყნის მომავალი არის კულტურა ამ ქვეყნის მომავალი არის მეცნიერება ებრძვიან საქართველოში განათლებას იმიტომ რომ უნდა დაასუსტონ ეს ქვეყანა როგორც ერთხელ მითხრა კონსულმა თქვენ ადგინდათ უმაღლესი განათლება თქვენ ადგინდ საშუალო 4 წლიანი განათლება უნდა იყოსო თქვენთან არავითარი სამედიცინო არაფერი თქვენ არ გჭირდებათ ეს უკვე პატარა ქვეყანა ხართო და ვიღაცამ კიდე დიდმა ხელოვანმა ბატონ იმას უთხრა რა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ბატონ რეზო ჩხეიძეს რომელმაც თქვა რომ თუ შენ აგირჩევენ ქალაქის მერად მე ქუთაისში ჩამოვალ და კინოსტუდიას გავხსნი რასაც ვაკეთებ და ჯარისკაცმა კინოსტუდია დიდი მადლობა ამისათვის ბატონ რეზოს რომ მივიდა და უთხრა რომ აი კინოსაკითხებზე გვინდა მოგხვარო პასუხობს რომ 60 მილიონი თუ არ ცხოვრობს ქვეყანაში კინოსტუდია არ უნდა იყოსო ეს არის საქართველოსთვის დამოკიდებულება. ეს არის კატასტროფა, აზროვნების კატასტროფა. მე ამას მომაღლავ. აი ეს ის ვინმესგანის კი არა რეგიონებით აი ბატონი რეზო ჩხეიძე იმის შემდგომ არის შეწუხებული, აღარ ვსაუბრობ იმაზე რომ ქუთაისის თეატრში ევა ხუტუნაშვილის, რომელიც ყველაზე თქვა მაღალი ხელფასით არის თუმე ნუ საინტერესო მსახიობი როცა ყავს ევა ხუტუნაშვილის ასე ამოვიღე მე თქვა ასე მსახიობი ყავს მისი ხელფასი არის 500 ლარი და რო შევხვდი მითხრა რომ ვაპირებ ან შიმშილობა გამოაცხადო ან პარლამენტს მიმართო რომ გადამიყვანეთ დამლაგებლად პარლამენტში იმიტომ 1200 თუ 1400 ლარი ყოფილა პარლამენტში ხელფასი ეს არის ქვეყანა ახლა აქ არიან ინტელიგენციის წარმომადგენლები და მე ავიღეთ და დაურეკეთ ბატონ დვალიშვილს და მან თქვა რომ ეს 3400 ლარი მაქვს 2000 ლარს იქ აძლევს ვიღაცა ნუ ბატონი ბიძინა ქუთაისი არ აინტერესებს ქუთაისი არ უნდათ ქუთაისთან არაფერი ერთი ვინმე არ დაუფინანსებია და მუდმივად იყოს საუბარი ვინ შეაგებს ვინ პერფეშ გაიგება ვინ რაღაცას ეს პირადი ერთგულებით და დამთავრდეს ქვეყანაში პირადი ერთგულებით ვინმე შერჩევა დანიშნო ჩვენ არავინ ერთმანეთს ნაცისთავები არა ვართ მაგრამ ჩვენ უდიდესი დამოკიდებულება გქონდა ერთმანეთსადმი და შენიშვნაც მიგვიცია გვირჩევია კიდევაც ბევრი რამ ვინმე რამ მომისმენია მე თქვენგან კრიტიკის თუ სხვა თვალსაზრისით ახლა აღარ ვლაპარაკობ მეცნიერებზე მაგრამ ბატონი შოთა ღირდალაძეს რომელიც ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია კომუნალურ წყალი თუ ვინმე გააკეთა ერთად დავიწყეთ და ეს კაცი იყო სათავეებთან რომ მოყვავდა ამიდან უამრავრებზე გვიჭუბია ჩვენ და გვიკამათია მაგრამ ამ როგორ შეიძლება რომ თქვა ეხლა ამ კამათის და ამის გამო ერთმანეთი ჩვენ პირიქით ესაა ქალაქი აგერ გვერდით კალბატონი ცირაშალაშვილის ეს როაპრივო მასეჩებზე უწერია შეიძლება ის იყოს რაღაც მაგრამ მე ეს ხალხი მიყვარს იმიტომ რომ ვიცი რომ რასაც წერენ სიყვარული წერენ ამისი კალბატონი გაბუნია შეხვდა და სხვა შორის უნიკალური რამე მითხრა 20 შეფტებით უთხარით რომ მე მან ჯერემ ბაჩუაში რომ მითხრა ეხლა რატო არ იღებ ხმასო ვარავიზე წეროზე თემურ შაშიაშვილზე წერას პაპასი ქონდა ეხლა ვიზე უნდა დავწერო ამაშიც გენიოსი აღმოჩნდა კარგად უთქვამს ავ იმას და დიდი მადლობა ამის იმით რომ მოგდა ეს ძალიან ბევრი რამ არ ეწყინება კალბატონ ცირას რომ მე მეგონა რომ ქუთაისში ალბათ ჟურნალისტები 60%-ს აიღებენ ჩემი დროის იქნება თელი ამბავი დამესევიან ატყდება ესე კაცი შვილი აი 100 და 200 ჟურნალისტი ესწრებოდა პრესკონფერენციას მე ვიტყვი ამათ რა გაუძლებს ხო და დასვენებული ზოგი იმასთან იმით ამი ჩამწნარებული ჩამშვიდებული ყველაფერი აბსოლუტურად ხალხის კონტროლის გარეშეა ყველაფერი ხალხის კონტროლიდანაა გასული ყველაფერი თქვენ ბევრი რამ იცით მაგრამ მე ისეთი რამეები ვნახე ხალხო ამაში რომ თქვენ არ ვიცი ამას არ მინდა რომ მოსვენება დაგიკარგოთ მაგრამ გითხრათ რომ ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს 400 კაცი ქუთაისის მერიაში მუშაობს 900 კაცი 600,000 ლარი ამ წელში აღებული ამ წელში პრემია ქუთაისის მერიაში ამ წელში 10 მილიონი ჯდება მერიისა და საკრებულოს შენახვა წელიწადში სოფლიოში არსად 1-2%-ზე მეტი საერთო ბიუჯეტის მოსულობის არ ჯდება მერიის შენახვა თუ ხელისუფლების შენახვა ჩვენთან 14%-საც აკმაშვება ეს ამ ხალხს როგორ შეიძლება მე ამდენი სოროსელი ამდენი გაიკითხეთ ერთი ბიოგრაფიები არ მინდა ამდენი სოროსელი
სოროსის ჯგუფებიდან მოსული. კაცო, კაცი მიდის, მე რო ეს გამეკეთებია, ქალბატონო ცირა, რომ მე წავსულიყავი, გადამდგარიყავი და დამეტოვებია ჩემს ადგილზე, ჩემი კლასელი, ხო გადამდგამდით ხალხო. ამას შევეგუეთ, კლასელი დატოვა ადამიანმა თავის იმაზე. ეს რას მოვესწარი, კაცო, ეს უკადრებელს აკადრებელს შეურაცხყოფა, აბა რა არის? მეტი ეს ხო არის, მთელ ქალაქს უთხრა, რომ არ მაინტერესებს. თქვენი აზრი არ მაინტერესებს. მე ვამბობდი, რომ ვანო მარლანიშვილი რა სიტყვის მეთქი ამას რომ წერ რაღაცას რომ ქართულად კარგად წერ თუ არა და აბა დიმიტრი კოპალიანი რა სიტყვის რომ ამ გადაწყვეტილებას რომ ვიღებ დიმიტრი კოპალიანის შვილიშვილს როგორ მოექცნენ ქალაქში იცარ უნდა წამოსულიყო შეიძლება ქალაქის მერად იმიტომ რომ არ იცოდა სად მოდიოდა იმათო რომ დაწყნარებულ და დამშვიდებულ ქალაქში იცოცხლე თქვა განათლებული კაცია და ძალიან კარგი იქნებოდა ესეთი კაცი რო ყავს ქალაქში რომელიც ასეთ ოჯახში გაიზარდა რომელმაც ქართული განათლება მიიღო რუსული განათლება მიიღო ანგლიკანური, ინგლისური განათლება მიიღო და სადოქტორო დაიცვა. ამერიკაში General Motors-ში 18 წელი იმუშავა და იქ სადოქტორო დაიცვა. ამ კაცს უნდა ეფერებოდე, უვლიდე და ეუბნებოდე, არ წახვიდე სადმე. აბა ფუფუნების მდგომარეობა შეგიქმნე, მოდი ინსტიტუტ შეგიქმნე, რაღაც გაგიდე და ამ კაცს აგდებენ. ჩვენ ამას წყნარად უყუროთ ხო? ეს არ შეიძლება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ანალიზი უფრო უარესია. მე იმას კი არ მომბობ, მეზობელს, მეგობარს, ახლობელს, მე ძალიან კარგად თქვენ ხო არ გონიათ ქუთაისში. მე არ მაქვს ესე იგი ამ პარტიებში ვინც არიან, ეხლა ძალიან დიდი მადლობა აქვს, ჯერ ერთი სასიამოვნოა რომ მე არ გქონდა ჩვენ, მე არავითარი მონაწილეობა არ მივიღია ამ დაკომპლექტებაში ამ გუნდის, რომელიც თქვა მე პრინციპში ვერ ვიღებდი მონაწილეობას არჩევნებში, იმიტომ რომ მე თეთრებით მინდოდა რომ გავსულიყავი, მხოლოდ წარვედგინე თეთრებს და თეთრებს აქ მონაწილეობა არ მიიღო პარტიის, რომ წარვადგინეთ დოკუმენტები ჯერ არ მეგონა თუ რეგისტრაცია ჭირდებოდა, წარვადგინეთ ყველაფერი და 19-ში გავიგე რომ ჭირდებოდა ეს მეორე დღეს აღდგომა იყო, მე კიდე აღდგომის მეორე დღე 4 დღეში შევაგროვეთ 27300 ხელმოწერა, ჩავაბარეთ და მითხეს რომ ხარვეზია პატარაო და რომ მივედით რომ ხარვეზი უნდა ვნახოთ რა არის, თქვენო 500 ხელმოწერა დაგაგდათ, ხო 2400 თუ გავაკეთეთ, 2450 და 500 ვერ მივამატებდით იქეთ და ამის გამო ამოვაგდეს. ურჩებოდი პრაქტიკულად ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი მე ვიმეორე მართლა მიამატება რომ ესე გავიცანი ეს ქალბატონი ადრე მხოლოდ ისე რაღაც გამოსვლებით და იმით ვიცოდი რომ დიდი ქალბატონი მაგრამ ამ მასშტაბის ამ ზომის ესეთია გაოცებული ვარ პირდაპირ შეკრიბა მაშინვე აღმასრულებელი საბჭო კრების მომართა მე რომ იქნებ თბილისის მერად იყარო კენჭის ადმე წახვიდე ქვეყანას ასე მდგომარე მე ვთხარ იმას რომ მე არსად კენჭს ამერკი თუ ვიკრი ქუთაისში და მიმართეს ქალბატონი ინოს რომ რადგან მე უკვე ჩვენი პარტიით ვერ გავდიოდი ხოლო საინიციატივო ჯგუფებს უფლება არ ქონდა ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი მადლობა მათ რომ მომცეს საშუალება რომ კენჭი ვერ ვიღებდი კენჭს რომ ეს ხალხი და ქალბატონი ესე იგი ნონა გაფრინდაშვილის და ესე იგი იქ სხვა ყველა იმის მხარდაჭერა არ ყოფილიყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდი. ამიტომ მინდა გითხრათ რომ ეს სიტუაცია ახლა რომელსაც მე ვხედავ ციფრები გითხარით და ზოგიერთი რამ ყველაფერი არ მინდა გითხრათ. მე წარმოებს ელოდებათ უმძიმესი მდგომარეობა მარჩევნების შემდგომ. მარტო აგერ გიდევს კანონი მოსაკრებლები რა იქნება მანქანების გასაჩერებელ ადგილზე 5 ლარი რო დააყენონ მანქანა 2 მილიონი ფულის შოვნას აქედან აპირებენ. ყველას ხელი აქვს მოწერილი არჩევნების შემდგომ აპირებენ ამის გაკეთებას. ეხლა იმაზე უბრალოდ არ უნდა თუ არჩევნების წინ ეს გააკეთონ ყველაფერი. საშინელია ბატონებო ანალიზი. თქვენ წარმოიდგინეთ 10 მილიონი ჯდება შენახვა იმისი მერიის და მთელი კულტურის, მესხიშვილის თეატრი, ოპერის თეატრი, ფოლკლორის სასახლე, სხვადასხვა ეს ისინი და ტრაბახობენ რომ ის ნიღბების თეატრი, ნიღბების თეატრი შევქმენით ის შენობა ქალბატონი ციცინო აქ არის, ჩვენ მივეცით, გაურემონტეთ, ეს არაფერი არ ყოფილა. უკვე და იქაც ხელმძღვანელები არიან, როგორც ჩანს, რაღაც აქამდე რო არ გაარემონტეს და გააკეთეს, ეს არის დანაშაული და თურმე ის რაღაცა რო შეუკეთებიათ, ეს არის თავარი და რაღაც ესენი ყველანი მთელი კულტურა და სპორტი იღებს 5 მილიონს. ეს მოკეთებულობა რაღაცა ერთად შევაერთოთ ჩვენ გამოვანილ ყველა არჩევნებზე არ მისვლა ეს არის ესე იგი სოროსი და თავისუფლების ისტორია ქუთაისში ხელისუფლება ჩართვამით რომ ერთი რაც ამ ბავშვებს უნდა პატრონობა და რაღაცა არ ვიცი რა გითხრათ
და ისე რომ ძალიან რუსეთში ძაღლები თვითონ ძალიან და აქვს სკოლიანი ჩაწერა და გამოგვაქვს აქეთ აქეთ პასუხი კომუნისტის და ამუნისტის და ესე გადაიარეს იმათი არ გამოვიდა ყოფილი ხელისუფლების უაზრო უსუსურობა გამ გამოვაგდეს ის როიც რა ხელუფლებას თუ ასე გააგრძელა მოსება ჩვენი რა თქმა უნდა ჯერ ასე გამოძიებას, ნაბარებას, აკითხვას, არჩევნების წინ კიდე არსებობა ყველაფერი. სად იყო რამდენხანს ის ნაბარია საბაბები, რაზის უკარო მოხდა რაღაცა და არჩევნების წინ კიდე რაღაცა. რამდენხანს რატო ის არჩევნების პერიოდში ოცნებაზე ვლაპარაკობ. ანუ გულგატეხილობა არჩევნების წინ ყველაზე დიდი დანაშაული აჩაიდილეს არის ჩვენი წინაპრები შეურაცხყვეს საფრანგეთს. კანონი მიიღეს პატრიარქი გამოდის და გვეუბნა სიტყვასიტყვით გვეუბნები პატრიარქის ნატურას ეპისტოლეში. უკანონობა და აკანონებს ქვეყანაში. ორწმუნი ადამიანი ამ კანონს ხელს არ მოაწერდა. ვითხრა პატრიარქს. მერე კიდე იმას უნდა მივცე ხმარს ვეღარ გავიქცე. ახლა პარაგრაფი არის ბატონო დაპირები. წინასარჩევი, ხმათბოდის დაპირები. ძალიან ბევრზე უბევრესი. ჩვენ მოდივართ ჩვენი პროგრამა. წაიკითხეთ এই პროგრამის დაწერას თუ შესრულება უკეთესად. ამიტომ მოდივართ. გვენდობი დაგვიჭირეთ მხარეს. ჩვენზე ძლიერი ძალა არ მოვა ხელისუფლებას. ბატონი ცემურის ისეთ ასაკში ხართ ახლა გემოხსოვრებათ გაწეული ხო დღედაღამე ხელებდაკაბიძებული თუ სადმე იყო და მის მერე გაიგეთ მე გაიგეთ საერთოდ გვეცინია რომელიმე სამი თბილისში გვეცინია რო ჩავდივარ ჩვენ ნომერები ყავდათ და ჩვენ სუფრაზე ვძლებთ და ბატონთან ინდეს ამიტომ ბატონთან რა გერც გეტყვი მე რო ვიყავ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე აი ზუსტად აბა ინფორმაცია ყოველ დილას ბატონთან სწორი ინფორმაცია არ ქონოდა მაგიდას დამთავრებული იყო საკითხი არ არსებობდა უბანი 3-4 საათზე შემოივიდა ყველა უბანს და მერე მიდიოდა სახლში დილას ესე და არ ყავდა და აბა ერთი გაგებედა და თული გეთქვა იქ უბანში რა ხდებოდა რა თქმა უნდა უფრო კიდე შედარებით უფრო კარგია პროცესი გენობა და პროცესი ამასთან შედარებით კიდე მართლა იყო მე ომი იყო თამაში გაჭირება უყურობა უწყლობა უშუქობა კარგად და ასკარო არის ამაზე უკეთესი ხო ცოტა კანონი და ცოტა რაც ისე ცოტა შინდის იყო ვაში და ახლა ესე ვიყავ თუმცა რაღაცა გაკეთოს რაღაცა გავაკეთოთ და უსწრებოდა ნაციონალები ცოტა დავაშორიშოროთ ერთად თორე ძალიან შეესვისხოთ ზეგენი ერთმანეთს რაღაცა და საერთო ახალებს ქვეყანას არ ვიცი და სანამ ამ ბავშვებს საფასო გავწევ ის რომ იმედი მქონდა მე დაკარგული და არჩევნებზე აღარ მივედი და ჩემი არ გავაკეთე ამათ ვერ გავწევ ჩვენ ამას ასე რომ ამათანაა ჩვენ ვალდებული და არა რომელიმე ხელისუფლება და ვიცით ვიჭერდა ნამდვილად ასე რომ ისევ ამათ გამო უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ისეთ ადამიანებს აუჭოთ. მაგრამ ვინც რაღაცას და ვინ ახალს რომ რაღაცა გავუკეთებთ. ასე რომ ასე მოვდივართ ამით ვაპირებთ ახლა. ვინც არის კოალიციაში წარმოქმნილი. ანუ ჩვენ არჩევანი უკვე დაზეა. ასე ვიქცევთ, ასე. კი, ნამდვილად ხო, ნამდვილად ხო და არ თუ ისე თუ რეიტინგი. ეს არის ისე რომ აი მოსახლეობაში ასე კარდა ვდივართ და რაღაცებს მოშვენთ, ხო, ასე რომ არა, კარბოტონო მაგას რომ ადებს, მე გადაგხდება. ვამუშავოთ რაღაც ორს გითხარით რომ რაღაც პროექტ პროცესი ჩვენ ხანს ჭირდება ის რომ რაღაც ნორმალური შეშევა და ყოველდღეს რაღაც პასუხისმგებლობა ვისაც იცნობთ ამერიკაში 20 წელი თვალისწინებით კაც არ ირჩევა ჩინეთში თუ 60 წელი არ შეუსრულდება სერიოზულ თერაპიას არ არის იაპონია წამზით წავიდა და ვინაა ყველაზე ძლიერი ეკონომიკაში ამერიკა ჩინეთი და იაპონია იქ გამოცდილებას
დამსახურებას, ის რომ თქვა უცნობი კაცი გამოჩნდა და უცბად რომ ესეთ რამე არ ხდება. წარმოუდგენელი რომ უნდა გამოცადონ ადამიანი პრეზიდენტად არ ირჩევენ თუ გუბერნატორი არის. და თუ ერთი 20 წელი, 25 წელი არ ყურებენ იმას, როგორია ოჯახში, როგორია მეგობრებში, როგორია ირგვლივ და არის ქვეყნები, სადაც ბავშვობაში რაც თამაშობდა, იმას სწავლობენ. რომ მაგათ როგორ წამოვიდა. ჩვენთან აგერ გამოვიდა ტელევიზიით, ვიღაცა მოვიდა რაღაცა, იმიტომ რომ მოგაწყვეტა, ფული აქვს, ყიდულობს ფული, არიგებს ამ ფულს, ეგრე მე ვიცი რომ ერთხელ მერობის სტანდარტმა 250,000 ლარი გან გაუშვა და საერთოდ. ის ფული ვისაც მოდის აიღებს ის ფული. იმას ოპციონალურია, რა თქმა უნდა. არა, მესმის, მაგრამ მე ამით რას ვამბობ, ისე ერთი რამ იცოდეთ, ვინც ხმას ყიდულობს, იმით ვაღადას ყიდის. იმათ გაყიდეს ის ფულს. რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ იციან რომ ნეიშოულ მე რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების წინ, მით უფრო მეტი კორუფცია იქნება, მით უფრო მეტი უშევრობა იქნება, აჭირება იქნება. ნუ ეგ რეალურია. მე პოლიტიკაში არ მწავს ფულიანი კაცს, მე პოლიტიკაში მწავს სასიამოვნოს. აი ჩვენ აქამდე ყოველთვის ვირჩევდით ფულიანს. მეგონა რომ ფულიანი გადაგვაჩინა, არ გადაგვაჩინს ფულიანი, დამიჯერეთ რაღაცას. ფულიანი მოხსენს არ ვიფიქრე, მაგრამ ფულიანმა იქნება ბევრი აფხაფოსო, ამისთვის შეიძლება მისია ხმა. ბევრი არჩევის. იქნება ერთხელ სასარგებლო და ჩვენი მამა იყო. ისინი მოვიან სადაც პირველი მაგალითად და რაც შეეხება ამას, ჩვენ უფრო რთული პრობლემა გვიჩნდება ამის, რომ ამლელი საბაბის პრობლემები ჩვენი სულაც არ გააკეთებენ, ჩვენ გავაკეთებთ აქედანაც რომ შესაძლებელი შემაერთებელი იყოს ცენტრალური გახდეს. ესენი ნიჭიათი აპირებენ, რომ ნიჭიათი იყოს შემაერთებელი. ჩვენ გვინდა რომ რამდენიმე შემოსასვლელი გასასვლელი ქონდეს ქალაქს. რომ გასასვლელი იყოს თუნდაც რაჭაზე გადასასვლელი გაკეთდეს და გზა რაჭა-ლეჩხუმზე, იმიტომ რომ აი იქეთ პაციტება რომ თერჯოლის ტაიმით გააკეთეს ეს და ამიტომ ეს გზა გასაკეთებელია. ჩვენ ძალიან რთული პრობლემები სინაშე ვართ და ჩასწრებულებს ან ეხლა გიჟი უნდა იყოს, ან არ უნდა იცოდე რა ხდება ქალაქში, ანუ მასმეძლებობა და ან ძალიან და გიყვართ ეს ქალაქი რომ გადაწყვეტო. მე არაფერს ეს პიროვნულად არაფერს არ მოძლევს, იმიტომ რომ მე კანდიდატები რომ დაგუგოდა შეიძლება ამაზე არავითარი არ მაქვს მამა პაპისა უსავს გარდა არაფერი, ორი ბინა რომ უცეს, ორდა პროფესორის ფინანსი ამ ბავშვებზე ფიქრობ და ამ ბავშვების მომავალზე ფიქრობ და არ მაქვს ამის ისე. მე პრესკონფერენცია ჩავატარა სამშაბათს და უთხარი ეს არის ჩემი სახი, ციგნია მარტო მამა პაპისა მეტი არაფერი და როცა წავალ მერობიდან ჩავატარა პრესკონფერენციაზე ნახავ რომ იგივე. პოლიტიკაში მე ფულიანის არ მჯერა, მიმეორე, მე პოლიტიკაში ჯერა წესიერებას. ვისაც წესიერად, ვისაც უმუშავნია წესიერად, ვისაც შეიძლება გამდიდრებული იყო და არ გამდიდრება, იმას უნდა ფუენ და ენდო. თუ ასეთი ვინმე იცით კი ბატონო, ჩვენ ორშაბათს მე საკუთარ თავზე ვიცი რომ ასეთი ვარ, თუ იცით კიდე სხვა ვინმე ასეთ დაუჭირებთ. მე ორშაბათს ალბათ დავასრულებ ჩვენ და ორშაბათს სამშაბათს დარიგდება, სადაც იქნება პირველ კვარტალში რას გავაკეთებ, მეორეში, მესამეში, მეოთხეში და იქნება რომ თუ ამას არ გავაკეთებ ვთქვათ, ერთი წლის თავზე რომ ხალხს რო შევხვდები ასევე როგორც მოვდივარ, ვერ გავაკეთებს, მე თვითონ წავალ, იქნება მნიშვნელოვანი რამეები და 2 წლის თავზე ნდობის რეფერენდუმი ჩავატარებ და ხალხს ვეთქვით, ვენდეთ ხო? აი თუ გავაკეთეთ, რაც გავაკეთეთ, თუ შესულდა ის კი ბატონო, გავაგზავნეთ დანარჩენ 2 დღეს. თუ არ ეგრევა ხალხი და აღარ გავაგზავნეთ. მე ვიცი რომ ხელები უნდა დავიკაბუცოთ, ისე რაღაც ოფლით უნდა ვიშრომოთ, აი სიცოცხლის ფასადაა დღეს, რომ თქვა რაღაცა შეძლო რომ გააკეთო გერმანიაში. სხვანაირად წარმოუდგენელია. ამლელი გზის საკითხი, აგერ 103 მილიონს ხარჯავენ იმისთვის რაკეს კოლვილების დასაქმება რომ გააკეთო 4000 ოჯახი შემოყავთ და შეუძლებელი. მე ვამბობ რომ საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა იყოს ამ ბავშვებზე უნდა ვფიქროთ 20,000 სტუდენტი უნდა მოვიდეს 20,000 სტუდენტი 20,000 სამუშაოების ნიშნავს იმიტომ რომ ტრანსპორტი ჭირდება მომსახურება ჭირდება კვება ჭირდება გარდაზე ჭირდება ინის ფასიც აიწევს ბევრი რაღაც სხვა მოხდება იმიტომ მინდა ჩვენ ეს ხელისუფლებას ვერ მივიდეთ წაიღეთ სადაც გინდა პარლამენტი და 500 მილიონი დოლარი მიეცით და ის იმისაც რომ სამუშაო ადგილები შევქმნათ და იმისაც რომ საუნივერსიტეტო ქალაქი ესაც ჩვენი ეს ჩვენ მუნიციპალიტეტს ვერ უნდათ აიწევს მუნიციპალიტეტი პრინციპებზე იქნება ყველა საფრთხო წარმომადგენელი და შესაბამისად ისინი არჩევენ თავმჯდომარეს, ისინი დანიშნულენ თავის ხალხს. ქალაქის მერიაში მე არავის არ დანიშნავთ, თუმცა მე მუნიციპალიტეტი ჩემს მერიაში დანიშნავს, რომელსაც განათლება დანიშნავს, თავის სამსახურს კულტურა, თავის სამსახურს ჯანმრთელობა, თავის სამსახურს უნივერსიტეტი დანიშნავს, ერთ ვიცემერს მანქანები მერიაში არავის არ ეყოლება 77 მანქანა და დღეს ახლა ქუთაისის მერიაში მუშაობს 900 კაცი, ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს 400 და ქუთაისის მერიაში მუშაობს 900 კაცი. უარეს ხალხზე ნდობა შეიძლება 600,000 ლარი მიღებული აქვს პრემია ამბობ იმაში 4 თუ 5 წლის განმავლობაში ამ მიმდინარე წელს 600,000
პატარა მერია 3 მილიონი ხელფასათა აქვს დაგებული. ნუ წარმოუდგენელია ეს ცხოვრება. ეს ნიშნავს, რომ შეურაცხყოფას გვაგონებენ და ჩვენ ვითვლით ამას. უბრალოდ მოვედით თქვა, რომ ამის ატანა, ამის მოთხოვნა წაიქცევა, ეს ქუთაისი წაიქცევა და იმიტომ რომ საქართველოს ადგილდება ქუთაისი არის სულიერების გადარჩენა, დავით აღმაშენებელმა საქართველოს სულიერების გადარჩენა ქუთაისის მისია ჩათვალა. ქუთაისი ებრძვია, იმიტომ ებრძვია აქციო საქართველოს ძლიერი ქუთაისის გარეშე ძლიერი თბილისი ვერ იქნება ძლიერი ქუთაისი და ძლიერი თბილისი მე არ ვიქნები თას რატო არ მე არ ვიქნები მე არ შონა დაუკრა მე არ ვიქნები რატო არ მე არ ვიქნები ივანიშვილის მომჩილი და მე არ ვიქნები ხელისუფლების მომჩილი მე ვიქნები ერთგული საქართველოსი ქართული იდეის და ქუთაისის მოსახლეობის და საქართველოს აი ესაა ჩემი მე წარმოუდგენლად მეჩვენება რომ ასე პირადი ერთგულები როგორც ეს არის ნიშნავენ ეს როგორც წარმოუდგენელი მე უტოვებ ყველას ჩემს ამებას ბარათს ვეუბნები რომ აქ არის ჩემი ტელეფონი ჩემი მისამართი ჩვენი პროგრამები ვიქნები ქალაქის მერი იგივე ტელეფონები და ამირეკოს ადამიანი ამ ტელეფონს მხოლოდ ვეპასუხობ არ უპასუხებ მე გადაურეკავ უჭირს ადამიანს საშიც ვეწევი ფილია საში ვეწევი ჭირისდრე ბაცილოს თქმა ერთად ვიქნები გავერჩიანდები ჩვენ ახლა ასეთი სიტყვა ჭირდება ერთმანეთთან ურთიერთობაში როგორ იმედი მიცეთ და გადავჭერთ რომ ქუთაის დღეს მამისია ის ეს მომდივარ არა მარტო ქუთაისისთვის არამედ მომდივარ რომ ქუთაისთან შეცვალოს არის აი ეს ამთავარი თორე სხვანაირად მდგომარეობა ამ თანაშემწეზე გაგითხრათ განათლება ვიცი როგორ უნდა ეს ჩვენს ბავშვებს ებრძვიან ამ განათლებას იმიტომ რომ მომსახურიერად გვაქციონ სამეფო თურქეთში საბერძნეთში პასპორტები ბანო გასავალ თავაზე ჩემი და წასული ამერიკაში და ვიღაცის მსახურები ვარ ოჯახებში წარმოუდგენელია ეს არ შეიძლება აი მე მეცხრილება იმ ადამიანების გამო ვინცაც სპეციალურად წასული კატანგელს არ უნდა გადაიტანოს ამიტომ რაღაცას ჭირდება ჩვენ ამერიკას ჩვენ ერთად საკითხი გასას ანებლა არას გადარჩეს რეზერვების ვინდა ჩავიქნებ ხელს არჩევნებზე არ მივაქვს იმას არ მიზობ ვინა მაგის სასახურე მაგის აი ამიტომ ეს არის ჩემი ვინა ეგრე ფრანელი აკა დაუკრა წაში ახლა რა ბაზისი ჩალე აი მაინი ეს მარა ასეა რას უთხარი აი გამოვცადოთ ერთხელ აი ესეთი მდგომარეობა რომ კაცი ტირდება რა ასე ჩამეცი გამოვცადოთ ეს ასე დაწერილი პროგრამა თქვენს მიგერ მოწადე პარტნიორის კეთილმოწყობილ მე არ მგონია ვინმე ეკნება გაკეთებული მე სიტყვის პატრონი ვარ ამ ქალაქის კიდევ ვარ და ვიცი რომ და ამ ქალაქში როგორ შეიძლება ემსახურება ჩვენ იყო პერიოდი ხადიანი გიტებდა და ამ კემიკობიოდი ამ საქართველოში ხადიანი და კოდი არ ვაპარბაში მაშინ ადგილი არის ეს რაღაცა დაპარაკული შუქი აგის ისიც ჩვენ ეკვავს ამებას ვეუბნებით რომ შევალთ ოჯახში აი თქვა კალბატორი ცხოვრობს 65 წელს გადაცილებული ვეუბნებით რომ აბა რამდენია თქვენი ჯამი პერსია ყველაფერი დაჯამდება ვიტყვით მე რომ საარსებო მინიმუმის ხდები გამოჯახს უნდა ხონდეს ამდენია რა ჩვენ ან უნდა დავაწყებინოთ ვინმეს უშუალოდ რომ მიიღო იმული ან და შეუცოთ პოლიტიკა გამიცეთ იმდენი ფული არ უნდა 65 წელს გადაცილებული ადამიანი ყველა ოჯახში უნდა იყოს ამარხად ვიდრე ის ცოცხალი იქნება ვიდრე ის კარგად იქნება და ცოცხალი იქნება ესე იგი ოჯახს ეკნება საარსებო მინიმუმი თქვა არ არის პატარა ბავშვი ოჯახში ხო ნუ არის ასეთი ისე გაიგო და წავიდე იმათ ვარ თქვა ეხლა ისე ჩვენი უნივერსიტეტი 6-მდე ბავშვი გავთ იმედია ჩვენ დემოგრაფიული მდგომარეობა ცუდი ვარ გავთ 6-მდე ასაკის ბავშვი ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ისევე ის მარჩენარია ეს არის სულიად სხვა მდგომა სულიად სხვა პირობები ისევე როგორც ვეუბნებით ჩვენ მუნიციპალიტეტს რომ აღეცხეთ ახლა თუნდაც აიმეს გაკეთება შეუძლია რომ როგორც კი ჩვენ მოვაქვს დავიწყოთ ნელ-ნელა რომ 1000 დარაბდა ზოგს 2000 ზოგს 3000 ვისაც პროგრამა რომ მოვიწყო უბრალოდ ვაკეთებ თქვენ საოჯახო ბიზნეს მშვიდ მეზობლები რაღაცა ბიზნეს გეხმარებით გაკეთებას არის ესე იგი მომდევნო ამ წელშიც რაღაცა იქნება მომდევნო წლიდან ყველა მუნიციპალიტეტი მიცემს როგორც მინიმუმ 200 ეთას და ვეუბნებით ეს ყველა სახლის და ქუჩის არომადგენელი რომ ისინი გადაწყვეტენ რომ პროგრამები რო წამოვა ვის მიცემდეს და იქ დადგება საკითხი რომ ჩვენ მიიღეთ 1000 გაკეთო დააწმებინოთ თქვენ ოჯახს თუ მეზობლებს თუ რაღაც მეგობრული ბიზნესი გააკეთეთ რომ იქნებ გადასახადს ამირები ბიუჯეტში იმ ფულს თან გადახდილად გეთქვით შეიტანია 500 არის თქვა საშემოსავლო. ეს 500 არის მოაქვს და 1000 და 1000 და ზონის დაფარა
დაჩუქარია პრაქტიკულად ეს ფული. ჩვენ ვიქნებით პირველი ვინც დაიწყებს ფულის გაცემას სამუშაო ადგილების შექმნისათვის. ჩვენ საოცარი რამეების გაკეთება გვინდა რომ ეს მდგომარეობა როგორმე თორე საქართველოს აიშალა. მე დღეს ვილავს არა ნუ ვფიქრობ ჩემზე. ვიფიქროთ ქუთაისზე, ვიფიქროთ ჩვენს ოჯახებზე. ვიფიქროთ იმაზე რა გვეშორება. დინებაზე ესაკი არ გამოვა. ეს მართლა დიდი ბულის ფონია, რაღაც პატიოსანი, წესიერი ეროვნული განწყობის დასასრულებლად. ქუთაისში რომ საქართველოს შეიცვალოს მდგომარეობა. დიდი შემოძახული შეიძლება გაკეთდეს. ამისთვის რომ მოსული ეს მინდა რომ მხოლოდ გადაცემთ ეს მეგობრებს ახლობლებს და რაღაცა შევდგოთ რომ გამოვიდეთ ერთხელ რაღაცა ვენდოთ ერთმანეთს და ჩვენ ჭირდებით ესეთ ფულს ქუთაისის და ქუთაისი ჭირდება საქართველოს ძლიერი საქართველოს წააქცევენ ქუთაის არ იქნება საქართველოს გუშინ გავიგე ბატონიშო და 200 თუ 300 მილიონს ხარჯავენ ესე იგი გეუბნები რომ ამის ნახევარფაში ჩვენ ამას და ამის ნახევარფაში გათავა სესხია ყველაფერი აღებული ესენი გასასტუმრებელია თურმე სანაგეზე სესხს ვიღებთ ისე ვაკეთებთ ვაშ როდესაც კომპანია უნდა მოიძებნოს რომელიც